მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ბოლო თვენახევრის ყველა ეთერს მე ვიწყებდი ხოლმე აგრეთვე მეორე მოწოდებით, მიეცით წამალი ბავშვებს და მე ახლა ვარ ძალიან მოხარული ბედნიერი, რომ ამ ფორმით ეს მოწოდება აღარ იქნება საჭირო და ძალიან მალე ბავშვებს მიეცემათ წამალი და ეს არის არა მხოლოდ მათი მშობლების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურება იმ სოლიდარობის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო 50-55 დღის განმავლობაში. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის არა უბრალოდ უფლება, არამედ ეს არის პრივილეგია, რომელიც ეძლევათ ხოლმე ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ხალხებს იმისათვის, რომ მათ ჯერთ ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ რაღაც მინიმალურ სტანდარტებს, იმ ღირებულებებს, რომელიც აქვს ევროკავშირს. პირველ რიგში ეს არის დემოკრატიული სივრცე, ეს არის ადამიანის უფლებები, ის ღირებულებები, რომელზეც შეიქმნა საერთოდ ევროკავშირი როგორც გაერთიანება და ის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო საქართველოს 2017 წელს, არის ქართველი ხალხის დამსახურება, მისი ბრძოლის დამსახურება, თავისუფლებისთვის ბრძოლის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს იყო პლებისციტი, ხოლო შემდეგ ქართულმა ხალხმა ეს გამოხატა და აისახა კონსტიტუციაში, მისი საგარეო ვექტორი, მას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ხელისუფლება, რომელიც არ უნდა მიდიოდეს და მოდიოდეს, შეიძლება საგარეო კურსის რაღაც მიმართულებებს განსაზღვრავდეს, ეს მიმართულება ევროინტეგრაციის მიმართულება არის უცვლელი, იმიტომ რომ ამის შესახებ ხალხმა ისაუბრა, უშუალოდ და მკაფიოდ გამოხატა თავისი აზრი. თქვენ მოგეხსენებათ შემდეგ კობახიძემ 28 ნოემბერს 2024 წელს სრულიად თვითნებური გადაწყვეტილებით შეცვალა ეს კურსი და ამიტომაც დაიწყო ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, მაგრამ ერთია სად დგას ქართული ოცნება, მეორე სად არის ქართველი ხალხი. დიდი ხანია ამ ორს შორის ქართულმა ოცნებამ გაავლო წითელი ხაზი, ვინც მათ მხარეს არის დატოვა ცალკე და დანარჩენი საზოგადოება, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დატოვა ბორტს მიღმა და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქართული ოცნების ბორტზე ვიყოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის ჩაძირვისთვის განწირული გემი, რომლებსაც ვირთხები აუცილებლად დატოვებენ ძალიან მალე და ტოვებენ ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ამ უდიდეს მონაპოვარს, რომელიცაც ქართველი ხალხი სარგებლობს, არა იმიტომ მხოლოდ რომ სამოგზაუროდ იარონ, ხო, ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ იმისთვის, რომ მიიღონ განათლება, იმისთვის, რომ იმკურნალონ, იმისთვის, რომ დროებითი დასაქმების პროგრამებში იყვნენ დასაქმებულები. დიახ, ეს ჩვენ სამწუხაროდ გვჭირდება ამ ქვეყანას, არ აქვს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ თვითკმარი იყოს საქართველოს ქართული დასაქმების ბაზარი. აი ამ ყველაფერს უქმნიან ძალიან დიდ საფრთხეს და უკვე მოპოვებული ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის დაკარგვა იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ ამას უნდა შეეწიროს ქართული საზოგადოების, ქართული მოქალაქეების ინტერესები, მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ ეს. თქვენ კითხვაში ასეთი ფორმულირება გააკეთეთ, რომ რა არის ქართული ოცნების წილიო ამ ყველაფერშიო და წილი არის რაღაცა მთელიდან კონკრეტული ნაწილი. აქ საერთოდ წილზეც არ არის საუბარი. თავიდან ბოლომდე 100%-ით ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, ეს არის ქართული ოცნების ბრალი, იმიტომ რომ როდესაც შენ დგამ ნაბიჯებს ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით, როდესაც ლანძღავ ელჩებს, როდესაც ლანძღავ ევროკავშირის უშუალოდ როგორც გაერთიანების ელჩს პერსონალური ერიეშები მიგაქვს მასზე, როდესაც წევრი ქვეყნების და წამყვანი ქვეყნების მთავრობებს ლანძღავ, კონსპირაციის თეორიებს თხზავ და შენი ბინძური პროპაგანდისტული არხებით ამას ავრცელებს საზოგადოების ყველაზე მეტად გაუთვითცნობიერებელ ნაწილში, პირველ რიგში, მოწყვლად ნაწილში, მაგრამ ბევრ ადამიანში ხა ჩვენი თანამოქალაქე არის ყველა, რომელთაც დაიჯერეს ამ პროპაგანდისაც, რომ ვაიმე ევროპა რაღაცას
ჩვენ წინააღმდეგ აკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ ამან იმუშავა ამ ანტიდასავლურმა პოლიტიკამ, ანტიდასავლურმა ნარატივებმა და ახლაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველაფერი ის, რაც მათ ჩაიდინეს, მე აი განგებ ვარჩევ ამ სიტყვებს. აი როგორც დანაშაულის ჩადენა არის, ეს არის ქართული ოცნების ქმედებების შესაძლებლად ადეკვატური სიტყვა. მათ ჩაიდინეს ისეთი რაღაცები, რაც საფრთხეს უქმნის ვიზა ლიბერალიზაციის. ბოდიში დავასრულებ ერთ წინადადებით. თავიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია როგორ დაიწყო, ჯერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის და შემდეგ ყველაზე გავრცელდა. და ახლაც უკუ პროცესი დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის, რომელთაც შეეზღუდათ და მე იმედს ვიტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში 11 ივნისს იქნება ამის შესახებ განხილვა, რომ ეს ასე არ მოხდება. იმიტომ კი არა, რომ ქართული ოცნების ქმედებები პასუხს არ საჭიროებს და რეაქციას არ საჭიროებს და ჩვენ გვახსოვს გასულ წელს ჯერ კიდევ 31 აგვისტომდე იყო ვადა, პირდაპირ უთხრეს რამდენიმე მიმართულება იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ხელში იყო შესასრულებლად. და ამით არათუ ქვეყანა დაიქცეოდა, პირიქით მათაც ეძლეოდათ სახის შენარჩუნების შესაძლებლობა, მაგრამ არ გააკეთეს და ახლა უნდათ რომ ხელი გაიშვირონ ისევ ევროკავშირისკენ და საზოგადოება დაარწმუნონ თითქოს ევროკავშირის იცით რა მინდა გკითხოთ, აი მოქალაქეების ცხოვრებაზე როგორ შეიძლება აისახოს ეს გადაწყვეტილება, ამ ნაწილზე მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველას შეეხება და ეს არ არის მარტო იმაზე, რომ რაღაც სამოგზაურო წახვიდე ქვეყნის გარეთ, ხომ? განსაკუთრებით ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც არ ვიცი, ყველა ოჯახში თითო ადამიანი მინიმუმ მაინც არის ემიგრაციაში და მინიმუმ ის სიკეთე მაინც ქონდა ამ ყველაფერს, რომ მართლა წლების უნახავი ოჯახის წევრები შეახვედრა ერთმანეთს აი ამ სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხმა და ეს არ არის რაღაცა არ მინდა მაყურებელმა ჩართულოს, რომ მან გადაჭარბებული ან უტრირება, ეს მართლა რეალობა არის, მე თვითონ ვარ პირადად მომსწრე ძალიან ბევრი ესეთი ისტორიის, ხომ? აი, რას ვკარგავთ? პერსონალურად როგორც ადამიანები რას ვკარგავთ და ქვეყანა რას კარგავს? აბსოლუტურად ზუსტი აქცენტები იყო თქვენს შეკითხვაში. ეს არ არის უბრალოდ რაღაც ფუფუნების საკითხი პრივილეგირებული ადამიანებისათვის, ხო? თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობაც რომ ავიღოთ, ხო? რატომაც არა ეს ადამიანების უფლებაა, ხო? თვალსაწიერის გაფართოებისთვის, როგორც მინიმუმ, იმის სანახავად, როგორი შეიძლება იყოს ნორმალური ქვეყანა. რაღაც ზღაპრული ქვეყანა კი არა, ნორმალური ქვეყანა, როგორი შეიძლება იყოს ნორმალური სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებენ, ემსახურებიან ხალხს და საზოგადოებას, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. აი, ამის სანახავად მაინც ღირს თუნდაც ის მცირეხნიანი ვიზიტები, რომლებითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ისარგებლა. ეს არ არის რაღაცა მინიმუმ ის გიორგი რომ აი პენსიონერები როგორ ცხოვრობენ ევროპაში მინიმუმ ეს რომ პენსიონერები როგორ ცხოვრობენ, სტუდენტები როგორ ცხოვრობენ, ახალგაზრდები როგორ ცხოვრობენ, როგორი შეღავათები აქვთ. ეს არ არის რაღაცა ეგზოტიკურ ქვეყანაში წასვლა რომელიღაც კუნძულზე, ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რაც შეიძლება მართლა ცოტა ფუფუნების საგანი იყოს და იშვიათი გამონაკლისებისთვის შესაძლებელი არა მარტო საქართველოში. ეს იყო კულტურული გაცვლის, ეს იყო საგანმანათლებლო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების, არა მხოლოდ გრძელვადიანი განათლების, არამედ მოკლევადიანი სამეცნიერო გაცვლის პროგრამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროებითი დასაქმების პროგრამები იყო, სეზონური სამუშაოების იყო, ეს ნიშნავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მართლაც ფანჯარას და ეს ყველაფერი აისახება ახლა ძალიან უარყოფითად. ემიგრანტები ახსენეთ თქვენ და ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნის ამ გაუბედურებულ ეკონომიკაში უზარმაზარი წილი აქვთ იმ გზავნილებს, რომელსაც ჩვენი ემიგრანტები და პირველ რიგში ქართველი ქალები აგზავნიან აქეთ, ხო? 3.3 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკაში შეიძლება როგორც პირდაპირ ინვესტიცია არ შემოდის, მაგრამ აი ამით სულდგმულობს უამრავი ქართული ოჯახი და დიახ, ამ ადამიანების კისერზე რომ გამოვიარეთ უმძიმესი წლები 90-იანი წლებიდან მოყოლებული შემდეგ 10 წლეულებშიც ამ ადამიანებს, ყველაზე მეტად დაუფასებელ ადამიანებს, რომელთაც ბევრს იმის პრობლემა აქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს შეიძლება, მაგრამ ოჯახებს გაერთიანების შესაძლებლობა ესპობათ. პრაქტიკულად ყველა მეორე ოჯახში არის ემიგრანტი ოჯახის წევრი და ძალიან გაურთულდებათ მათ ეს
თუნდაც იშვიათი შეხვედრები. ეს ძალიან მძიმე დაისახება ეკონომიკაზე, იმიტომ რომ ზოგადად ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის შეიძლება უფლება და უფლებას კი არ გვართმევენ. ეს იყო პრივილეგია, რომელიც მოგვეცა და უკან შეიძლება წაიღონ და აი ამ ქართული ოცნება ამას პირიქით ცდილობს, რომ აი საზიზღარმა ევროპამ ის რაც ჩვენ გვეკუთვნოდა ის წაგვართვა. ღმერთმა დაიფაროს კიდევ ერთხელ მე გამოვთქვამ უდიდესი მეც რომ ესე არ მოხდება და არ შეეხება ჩვენს თანამოქალაქეებს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა სამწუხაროდ ჩვენ აღმოჩნდებით ისეთი ქვეყნების რიგში რომელთაც რაღაცა წინსვლა ჰქონდათ და შემდეგ იმდენად დიდი უკუსვლა განიცადეს, ვარდნა განიცადეს, აი რაღაცა საფეხურები აიარეს კიბეზე და იმ კიბიდან უცებ დაენარცხნენ ძირს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სანდოობაზე, იმიჯზე, ეკონომიკურ სანდოობაზე იქონიებს ზეგავლენას, ინვესტიციებზე იქონიებს ზეგავლენას და აქაც იგრძნობენ ადამიანები, საკუთარ ჯიბეზე იგრძნობენ მათ შორის, უფრო მეტად გაღარიბებას იგრძნობენ ისევ საკუთარ თავზე და არ მინდა ვინმე შეგონოს რომ ხო შეიძლება ვიღაცა მოქალაქე თქვას რომ კაი მე ჩემთვის ცხოვრობ თბილისში, სხვა ქალაქში ან სოფელში ვარ წამოწოლილი წყნარად და ესე დიდად მე არ შემეხება როგორც დავდიოდი სხვაგან ან საერთოდ არ დავდიოდი ისე ვიქნები აქაც გვახსოვს ხო ის სიმწრით ნათქვამი მურუსიძის და დასანქცირებული მოსამართლეების თუ სხვა თანამდებობის პირების რომ მე მირჩევნია ერთი ხოხობიო და არ არის ესე არ არის აქ პირად სარგებლობაზე საუბარი ეს ქვეყანა შეიძლება დაკარგოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჯაჭვური რეაქციით იმოქმედებს საზოგადოებრივი და ეკონომიკური სოციალური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე. კი ბატონო. და გიორგი ასე ბოლო კითხვა მინდა დაგისვა მე სანამ დავიწყებდი თქვენთან საუბარს ბახსენე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის რომელიც ბოლო დროს სხვათა შორის ძალიან აქტიურად საუბრობს არჩევნებზე, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე და იმაზე რომ სწორედ არჩევნების გზით უნდა მოხდეს და შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. პრინციპში მე თქვენი პოლიტიკური და საზოგადოებამაც თქვენი პოლიტიკური პარტიის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც რა სიტყვით, ვიცით რატომ ვკითხულობ, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს მაინც აქვთ რაღაცა წინა პირობები, ხო? უნდა გაუმჯობესდეს გარემო, ასე ისე. თქვენი დამოკიდებულება როგორი არის ამ კუთხით, არ ვიცით. სულ არჩევნებშიც კი ღირს მონაწილეობის მიღება ასე უყურებთ? აბსოლუტურად ასე უყურებთ. მაგრამ აქ ერთ მცირე განმარტებას გავაკეთებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არანაირ წინაპირობას არ ვაყენებთ. უბრალოდ არჩევნებში შესვლის წინაპირობაზე მინდა გავმიჯნო იმ პირობებისგან, რომელებსაც ჩვენ ვითხოვთ და ეს მოთხოვნა დაწყებული გვაქვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ და საზოგადოების საერთო მოთხოვნა რაც იყო, ხო? 2024 წლის შემდეგ არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ ამ მოთხოვნის ერთგულნი ვართ ახლაც ვიყავით მაშინაც, როდესაც შევედით გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვიქნებით მომავალშიც ბოლომდე იქნება თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები. მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ბრძოლაზე უარს ვამბობთ. ჩვენი ამოცანა, პირველადი ამოცანა არის რეჟიმის ცვლილება არჩევნების გზით. ეს არის აბსოლუტურად მყარი, შეურყეველი და შეუცვლელი დოქტრინა ჩვენი პარტიისა და კოალიციისა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური გზით და ერთადერთი გზა არის არჩევნები, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. დიახ, ჩვენ არადემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დიახ, ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოში და დიქტატურაში ვცხოვრობთ, მაგრამ ვიცით კარგი მაგალითები და ძალიან კარგია, რომ ახალი მაგალითი გვაქვს უნგრეთისა, რომ ყველაზე უსამართლო არჩევნებშიც კი შესაძლებელი არის წამლეკავი დამთრგუნველი უმრავლესობით რეჟიმის დამარცხებაც. აი ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. სწორს საუბრობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, აბსოლუტურად სწორს. მან ის სიტყვაც ახსენა, ხო, ამ არჩევნები უნდა გამოუგლიჯოთო, გვახსოვს როგორი ქილიკი გამოიწვია ამ სიტყვამ გასულ წელს სრულიად უსაფუძვლოდ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვამბობდით თლიანი ენერგია საზოგადოებრივი პროტესტის უნდა იქ იყოს მიმართული აქეთ. თბილისის გამოგლეჯვა. ხო, თბილისის ლელოს არასდროს არ უთქვამს, რომ ლელო გამოგლეჯდა თბილისს, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ სრული კონსოლიდაციით, საზოგადოების კონსოლიდაციით და ყველა ოპოზიციური ძალის ერთი მიმართულებით გაერთიანებით, ანუ არჩევნებში ჩართვით
იქნებოდა ეს შესაძლებელი და ახლაც ესე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია ასე დიდი მადლობა. ცალკე აღებული არავინ ამას არ უარყოფს. მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილს გასულ წელსაც ჰქონოდა ასეთი მკაფიო პოზიცია და სხვა პარტიებსაც, სხვა პარტიებს ახლა მაინც ცოტათი უჭირთ ამაზე საუბარი, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ რაღაცა დიდი უმრავლესობა არის საჭირო. რაც უფრო მალე ჩამოვაყალიბებთ მკაფიო პოზიციებს და საზოგადოებაში შიშსა და ნიშილიზმს გადავხევთ ახავთ არჩევნების მიმართ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და მით მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს.